იცი როგორ იყო, როცა პოლიტიკაში მოვიბიხა, დავწყვიტე მოსვლა. ხო. ბავშვი არ ვიყავი ისეთი, რომ უბრალოდ წარმოდგენა არ მქონდა სად მოვდიოდ. გასაგებია რომ დღევანდელი განმოსახედიდან წარმოდგენა არ მქონდა სად მოვდიოდ. მაგრამ აი იმ გაგებით რომ აქ თუ მოდიხარ კინებას უნდა ელოდო და შეეჩვიო, ეს მესმოდა, თუმცა თავდაპირველად თქვენ რომ ნახოთ 2016-2017 წლის იაგო, რომელიც Facebook-ზე კომენტარებს დაასდევს და იყო ეგ პერიოდი. ასუხობს და რას ლაპარაკო. და ძალიან ამ გაგებით მე ვფიქრობ რომ მთელი ეს მარტო ჩემში არ არის, მაგრამ მთელი საქართველოს სადისკუსიო სივრცე იყო ერთ დროს Facebook-ი და ყველა ერთმანეთს აგინებდა ერთი პერიოდი. და ხდებოდი რომ ოკეი, ან ხარ ამ სივრცეში, ან არა ხარ ამ სივრცეში და მე რადგანაც ვარ, ასე ყოფილა საჭირო. ესე შევხედე, მაგრამ ისე ზოგადად ვცდილობ რომ ნორმალურ ისე ვიცხოვრო, რომ ნორმალურ ხალხს ჩემი გინება არ მომდეთ. და ხა გიჟები რას იზამენ ამის ხალხი, რომელიც არ მიცნობენ, მაგრამ რაღაცა არც ბევრ დროს არ ხარჯავენ იმის გასარკვევად უნდა მაგინოთ, უნდა მაქონ. ასეთი ხალხი რას იტყვის, ამას დიდ მნიშვნელობას შინაგანად შედა პოლიტიკაში არ არის მომგებიანი, მაგრამ შინაგანად ვერ ვაქცევ დიდ ყურადღებას. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ნორმალური, აზრიანი და ისეთი ადამიანების მოსაზრება, ვისაც პატივცემ და სიტყვა ეთქმის თორე, რაღაცა გიჟი რომელსაც არაფერიც იშენს და გაგინებს რა აზრია. ეგრევე რაც მისგან არ ჩიქებაა გასახარელი. ხო, აბსოლუტურად ტროლების მეტი რა არის, თორე ჩემს პროფესიაში არავის არ უყურებს.